არის ავტოშეკვეთა? რას ნიშნავს? ახლა აგიხსნით ამ ვიდეოში. სალამი, მე ქეთი ვარ კომპანია Faberlic-დან. მოკლედ, როცა პირად კაბინეტში შედიხარ და შეკვეთას ანთავსებთ, ხშირად ხდება ხოლმე აი ესეთი გამოსახულება, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ავტოშეკვეთაში. ანუ ეს კონკრეტული ნივთი ამ წუთას არ არის თბილისის საწყობში და ვერ გამოიგზავნება უახლოეს შეკვეთის მიღების დღეს, შემოვა 4 მარტს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება პუნქტზე, თქვენს მიერ არჩეულ პუნქტზე. ეხლა დააკვირდით, თუ კი დავაჭერთ გაგრძელებას, ისევ გაგრძელებას და ჩვენ შეკვეთის დადასტურებას მაინც შევეცდებით, შეკვეთას გაგვიყოფს 2 ნაწილად, ანუ სრულად მივიღებთ ამას თუ ნაწილ-ნაწილ. თუ კი დავკლიკავთ სრულად მიღებას, მაშინ დაელოდება აი ეს ჩვენი ძირითადი შეკვეთა, რაც უკვე საწყობში არის, იმ შეკვეთას, რომელიც საწყობში არ არის და გამოიგზავნება 11 მარტს ერთიანად. ხოლო თუ ავირჩევ ნაწილ-ნაწილს, მაშინ პირველი შეკვეთა შემოვა 18 თებერვალს, ანუ რომელიც ამ წუთას არის საწყობში და მეორე შეკვეთა, აი აგერ ხედავთ თქვენ, შემოვა 11 მარტს. მე ახლა სრულად მიღებას დავკლიკავ, იმიტომ რომ ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ეს რომელიც ამ წუთას საწყობში არის დაიგვიანებს თუ არა, იმიტომ რომ ამ წუთას მე ესეც არ მჭირდება, ამიტომ დავაჭერ სრულად მიღებას და ამ შეკვეთას მე მივიღებ 11 მარტს. ანუ 11 მარტს არის საწყობში შემოსვლის თარიღი და იმის შემდეგ უახლოესი მიწოდების დღე, რომელიც დაემთხვევა, იმ დღეს გამოიგზავნება. მე ახლა დავადასტურებ შეკვეთას და ჩემი შეკვეთა მოვა 11 მარტს. აი ეს არის ავტოშეკვეთები. ანუ რაც ამ წუთას საწყობში არ არის, მაგრამ არის ავტომობილებზე დატვირთული და უკვე მოდის თბილისის საწყობისკენ, როგორც კი შემოვა, გამოიგზავნება.